შუადღემშვიდობის მე ანა ლაპიაშვილი ვარ და ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებს საქმის კურსის ეთერში BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად შემოგთავაზებთ. ანტიკორუფციული სააგენტო უქმდება და მისი უფლებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტს გადაეცემა. რამდენიმე დღის წინ თავად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მის წასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომენტირებისას მედიასთან თქვა, რომ ის სამსახურში რჩება და ბიუროს ხელმძღვანელობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე უწყება იარსებებს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით ასევე უქმდება პერსონალურ მონაცემთა სამსახურიც. რა განცხადებები გააკეთა შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, უფრო დეტალურად შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ ინფორმაციას. ევროკავშირის პროგრამა Erasmus Plus-ის 2026 წლის გზამკვლევის მიხედვით პროგრამით საქართველოს ხელისუფლება ვეღარ ისარგებლებს. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია. 2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს დასკვნის შესაბამისად და საქართველოში პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ ევროკავშირმა გადახედა ფინანსურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობს. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის 2021-8 რეგულაციის მეოცე მუხლის გათვალისწინებით, რომელიც აფუძნებს Erasmus Plus განათლებისა და ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ ფინანსური დახმარება, რომელიც შეიძლება იყოს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, სააგენტოები და სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები, არ განიხილება კავშირის ინტერესებში. ამგვარად საქართველოს ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული არც ერთი ქმედებით, წერია Erasmus Plus-ის 2026 წლის გზამკვლევში. ამ საკითხზე განათლების სამინისტროს ან Erasmus Plus-ის პროგრამის ქართულ ოფისს განმარტება არ გაუკეთებია. საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული პირველი კლასის მსუბუქი სედანის ტიპის ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საერთო ღირებულება 2.999.375 ლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ თითო ავტომობილზე პარლამენტი მაქსიმუმ 119.975 ლარს დახარჯავს. ამ ტენდერის მიხედვით შესყიდული ავტომობილები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის გარდა შავი ფერისა. 14 ნოემბერს გამოცხადებული სატენდერო პირობების მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს წელს გამოშვებული, ექვემდებარებოდეს ნულთან მიახლოებულ გარბენს, არ უნდა იყოს 200 კილომეტრზე მეტის გარბენის, იყოს გამბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ასევე დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ 150.000 კილომეტრზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება მოიცავს სერვისებს, ნაწილებს, საწვავს და ავტომობილის ფასს ერთად. ტენდერის მიხედვით წინადადებების მიღება 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება. ლევან ვერძეულმა საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიცია დატოვა. პრივილეგია იყო ისეთი ინსტიტუტის შექმნასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობა, რომელიც თაობების ფინანსურ მომავალს შექმნის და გამორჩეულ კოლეგებთან ერთად მუშაობა, წერს ის სოციალურ ქსელში. როგორც ვერძეული ამბობს, საქართველოს ფინანსური ბაზრის ხაზინების ასოციაციას ხაზინის მართვის ინფრასტრუქტურის ინიციატივის პროექტის დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა. ის გააგრძელებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კონსულტანტად მუშაობას. საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით ლევან ვერძეულის წასვლის შემდეგ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას უკვე ანა ნაჭყები ასრულებს. ვერძეული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას 2024 წლის დეკემბრიდან ასრულებდა. გურიაში წელს ებრაელების სეზონი იქნება, ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. როგორც მან აღნიშნა, თბილისის სასტუმროებისათვის არასეზონური პერიოდი იწყება, თუმცა გუდაური ზამთრის სეზონისთვის ჯავშნებს უკვე ამარაგებს. მისი თქმით, პროცესში მთავარი კლიმატური პირობები იქნება, რაზეც დამოკიდებული იქნება კურორტზე წელს ზამთრის სეზონის მიმდინარეობა. ყოველთვის დაბალი სეზონი იყო და ეხლაც დაბალ სეზონად ითვლება. რაც შეეხება მოლოდინს, წელს გუდაურში საკმაოდ ესე ვთქვათ ბევრი ჯავშნებია გაკეთებული. წლევანდელი წელი ისევ და ისევ იქნება გუდაურში ებრაელების წელი, რაც ძალიან კარგია, რომ სეგმენტი შეიცვალა უკვე
პირველი წელი იყო 2 წლის წინ, შარშან უკვე დადებითი საკმაოდ დადებითი ესე ვთქვათ ტენდენცია ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ებრაელები ჩამოვიდნენ და წელსაც ველოდებით სეგმენტის დასა ტურისტების რაოდენობის დას, განსაკუთრებით ისრაელიდან. ნახოთ რა მოხდება, ძალიან ბევრი რაღაცა არის გადაჭრილი ტურიზმში და ველოდებით ესე ვთქვათ მოვლენების განვითარებას, თუმცა თავარი ყოველთვის არის მთის კურორტებისთვის თოვლი. დაბა ბაკურიანში წელს შესაძლოა გზებზე ტექნიკური მარილი აღარ დაიყაროს, როგორც BPN-თან ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ის სავარაუდოდ სპეციალური სითხით ჩანაცვლდება. თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ზამთრის კურორტებზე ტექნიკური მარილის გამოყენება აღარ იგეგმებოდა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა. ეკა ორჯონიკიძის ინფორმაციით კი მცდელობა, რომ ჩანაცვლება მოხდეს იქნება, თუმცა მას არ დაუზუსტებია რა ალტერნატიული საშუალებებით უნდა ჩანაცვლდეს მარილი. ინიციატივა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის და სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტექნიკური მარილი ამახინჯებდა როგორც ზამთრის კურორტის იერსახეს, ასევე დიდ დისკომფორტს ქმნიდა გადაადგილების კუთხითაც. Silk Road ჯგუფი ენერგეტიკის სექტორში კიდევ უფრო გააქტიურებას აანონსებს. როგორც ჰოლდინგის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ბიზნესის კვირეულის ეთერში განაცხადა, კომპანიის სატელეკომუნიკაციო მიმართულების განვითარებამ თავისთავად მოიტანა მონაცემთა ცენტრების და შესაბამისად მეტი ელექტროენერგიის საჭიროება. Silk Road ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, კომპანიას ენერგეტიკული მიმართულებით გამოცდილება უკვე აქვს, რის გამოც საზოგადოება მალე გაეცნობა ჰოლდინგის ენერგეტიკული სექტორის სიახლეებს. შენ თუ გინდა რომ შენ აბონენტს, ვისაც შენ ემსახურები B2B-ში განსაკუთრებით, მისცე end-to-end solution-ი, ანუ თავიდან ბოლომდე ყველანაირი სერვისი, როგორც კავშირგაბმულობაში, ასევე ციფრულში. მაშინ შენ კონდეს ციფრული პროდუქტები, რაც არის cloud სერვისები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. უამრავი რაღაცა არის. იმისათვის, რომ შენ ეს კონდეს სრულყოფილი, შენ უნდა გაქონდეს ძალიან მაღალი ხარისხის data center. ისეთი data center, სადაც შენ მოიწევ hyperscaler-ებს, ანუ ისეთ დიდ მოთამაშეებს, რომლებიც არის, რა ვიცი, ყველა დიდი სტრატეგია, ვისთანაც ახლა არ მინდა დავასახელო, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და იმისათვის, რომ შენ ეს გააკეთო, ეს გარდა იმისა, რომ შენ უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული data center-ი, შენ ამისათვის უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული ჯგუფი და ძალიან სერიოზული პროფესიონალები. რასაც ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ, რა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ დავიწყებთ, ვფიქრობ და რა თქმა უნდა ვაპირებთ ჩვენ ინვესტიციები გამოხორციელოთ ენერგეტიკაში. ქუთაისის მუხრანში ტყის აღდგენა გრძელდება ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა უნიკალური იმერული მუხა გვხვდება 10 წლების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მიტის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მეტყველე სპეციალისტების ზედამხედველობით ტერიტორიაზე 40-მდე იმერული სახეობის მუხის ნერგი დარგეს. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰექტარს მოიცავს. დარგული არის 9500 ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული იმერული მუხა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია და ეროვნული სათხილო სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენა. ხე ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, მუხნარის ტყეში, რომლის აღდგენა დაიწყო 2019 წელს. ვხედავთ, რომ ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და მომავალშიც სამინისტრო და სააგენტო გააგრძელებს ტყის მასივების აღდგენას და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი როგორც სამინისტროსთვის, ასევე სააგენტოსთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდა დაგვერგო იმერული მუხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით. ჩვენს უნივერსიტეტში აქტიურად ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის მიზანიც არის სტუდენტებში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე, თუნდაც, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ბუნების გამწვანებასა და ტყეების გაახალგაზრდობაში. ასე იყო საქმის კურსის სიახლეები ამ დროისათვის. პირდაპირ ეთერში 13 საათსა და 40 წუთზე დავბრუნდებით დროებით.